მე ვარ ნიკოლოზ ახვლედიანი და ვარ 10 წლის. მე ვარ დემეტრი ახვლედიანი, ვარ 6 წლის. არჩილ ახვლედიანი. მე ვარ მადონა დადეშვილი, ნიკოლოზ და დემეტრი ახვლედიანების დედა. დაგვხვდა წინ თეთრი მაგიდა, რომელზეც ელაგა პროდუქტები. ხოლო იყო 3 ფერი. მწვანე, ყვითელი, წითელი. ჩვენ დავალაგოთ პროდუქტები ისე, რომ გავიგოთ, რომელია სავახშმოთ, ანუ საღამოსთვის კარგი. ჯანსაღი საღამოსთვის, რომელიც უნდა დაგვედო მწვანე ფერზე, ნაკლებად რომელიც არის სასარგებლო ყვითელ ფერზე და ხოლო რომელიც საღამოსთვის არ შეიძლება და საღამოსთვის არაჯანსაღია, უნდა დაგველაგებინა წითელ ფერზე. მნიშვნელოვანია სავახშმოთ ჩვენ ოჯახის წევრებს და ბავშვებს რა ექნება სუფრასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იყოს ყველაფერი ჯანსაღი. ყველი მოდი მწვანეზე დავდოთ. ნამდვილად არ მეგონა თუ ყველს დადებდნენ მწვანეზე. იმიტომ დავდეთ მწვანე ფერზე, რომ არის სასარგებლო და ბევრ ცილებს შეიცავს. დიდად თვითონ არ არიან ყველის მოყვარულები. ფაქტიურად არც მირთმევენ. უბრალოდ იციან, რომ ძალიან სასარგებლოა. და იციან, რომ მამას უყვარს ყველი. ხო. ხილს რაც შეეხება დავდებდი მწვანეზე. დავდოთ? დადებდი. სავსე ვიტამინებით და ჯანსაღი პროდუქტი, ამიტომ აუცილებელია რომ მივირთვათ და ვახშმადაც კარგი ხემსია და ამიტომ დავდეთ მწვანე ფერს. პურის მწვანეზე დავდოთ. კაია მგონი. იმიტომ დავდენ მწვანეზე, რომ ნოყიერია. თევზი დადეს მწვანე ფერზე, თევზი ხშირად მიირთმევა ჩვენს ოჯახში მისი სარგებლიდან გამომდინარე და ძალიან უყვარს და პატივისცემენ თევზს. და სენდვიჩი ავიღოთ და საერთოდ დავდოთ. კაი. დავდოთ ყვითელზე. ჯანსაღ ინგრედიენტებსაც შეიცავს რამდენიმეს და საღამოსთვის კარგია, რადგან ცოტა ნოყიერიც არის. დონატები? დონატი ყვითელზე დავდოთ, აი, იცი რატო? აი, ცოტა სავახშმოთ, კაია ტკბილი რამე. კაი, ყვითელზე დავდოთ. ბევრ შაქარს შეიცავს, თუმცა სავახშმოთ მაინც კაია, რადგან ძღის დავთავრება ტკბილით ღირს. ასევე დონატი მეგონა რომ დადებდნენ წითელ ფერზე, მაგრამ არა, დადეს ყვითელ ფერზე, ხო? ანუ თლად ბოლომდე ვერ გაიმეტეს წითლისთვის და ცოტა სეპარებიან ხოლმე დონატს მაინც. ეს შაქარია, ხო? ეს შაქარს დავდებ აქ, მწვანეზე. კი, მწვანე რაღა წითელზე. შაქარი წითელზე, იმიტომ დავდეთ, რომ ცუდია. ხორცი სავარაუდოდ უფრო ძნელად მოსანელებელია და ჯობია. ხო, მანდ ჯობია, გეთანხმები. საქონლის ხორცი დავდეთ ყვითელზე, იმიტომ რომ ძილის წინ ზოგადად ხორცი ძნელად გადასამუშავებელია. დავდოთ წითელზე, ხო? ავა დადეს წითელზე, რადგან ნიკოლოზმა იცის რომ შეიცავს კოფეინს, ამიტომ არც სვავს და იციან რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება და არ არის სასარგებლო ყავა, ამიტომ მიუჩინეს წითელი ფერი და ვფიქრობ რომ სწორად მიუჩინეს. ამოდი ის სოსისიც იქ გადავიტანოთ. ეხლა სოსები. უნდა ყვითელზე დავდოთ, თქვენ ჯობია. რამდენიმე არაჯანსაღ ნივთიერებებს შეიცავს და ცუდია ჯანმრთელობისთვის ეგეც და წითელ ფერზე დავდეთ ვაკიტო. და ყვითელზე რატო დადეთ თავიდან? ის გვეგონა. ცოტა ჯანსაღი, მაგრამ მერე გაგვახსენდა რომ არაჯანსაღი იყო და გადმოვდეთ წითელზე. ფიქრობდი რომ სოსის მიუჩენდნენ წითელ ფერს, იმიტომ რომ მათ იციან რომ არ არის ჯანსაღი სოსისი. თავიდან ყვითელი ფერი რომ მიუთედეს, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ რო შეცვალეს ფერი, მერე რაღაცა დამოვისუნთქე, დავისვენე, მივხვდი რომ მიხვდნენ რომ არაჯანსაღია და სწორი ფერი მიუჩინეს სოსისს. ფერებმა გაგვემარტივა არჩევანის გაკეთება თუ რომელი პროდუქტები ღირს საღამოსკენ რომ მივირთვათ ვახშამზე. არჩევნის წინაშე რომ დავდექით, კი, ფერებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მარტივად გადაგვენაწილებინა, მაგრამ ცოტა საფიქრებელი მოგვცა. რომელი ფერი ჯობდა? ყვითელი, წითელი თუ მწვანე? მწვანე. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს მისი რჩევები და გავითვალისწინებთ აუცილებლად. ჩვენთვის ზოგადად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების ჯანსაღი კვება და შესაბამისად გავითვალისწინებთ კიდევაც მარიექიმის რჩევებს და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი რომ განსაკუთრებით მომწონს და მიყვარს ეს რუბრიკა. მიყვარს ჩემი პროფესიული ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად
კვებას და კვების მეცნიერებას უკავშირდება, მაგრამ როდესაც ოჯახურ ისტორიას ვისმენთ, აქ ძალიან ბევრი რამის აღმოჩენა შეგვიძლია. თუ შენიშნეთ სიუჟეტის გმირებმაც ერთმანეთი აღმოაჩინეს, მათ შორის მათი არჩევანიც კი განსაკუთრებით, როდესაც ბატონი არჩილისთვის და ქალბატონი მადონასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა შვილების არჩევანი ყველის სასარგებლოდ. იმ ყველის სასარგებლოდ, რომლის კარგი თვისებები, ღირსებები ძალიან კარგად ისწავლეს, როგორც ჩანს ოჯახური საუბრების დროს, მათ შორის ის, რომ ცილის წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მაინც და მაინც არ უყვართ. ასევე როდესაც სოსისთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მათ შეუცვალეს ფერიც კი, უпростоრად ზონა შეცვალეს ამ პროდუქტისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაახსენდათ ოჯახური შეგონება. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხაზგასმა, როდესაც ყველა პროდუქტის არჩევისას არგუმენტს იშველიებენ. როდის არის პროდუქტი ნოყიერი, რომელი პროდუქტია გამორჩეული თავისი ღირსებებით, რატომ არის მნიშვნელოვანი მაგალითად ასეთ დროს გავითვალისწინოთ რა მოხდება მწვანე ზონაში და რა მოხდება წითელ ზონაში მათ შორის მაგალითად, როდესაც თევზს ან ხორცს ვირჩევთ. თუმცა ალბათ მიაქციეთ ყურადღება ბატონი ნიკოლოზის შეგონებას, რომელმაც თქვა, რომ ტკბილეულით ნამდვილად ღირს დღის დასრულება. ტკბილეულს გააჩნია და გააჩნია რა დოზით, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ზომიერ გაწონასწორებულ კვებაზე, ნიკოლოზ გეთანხმებით ხანდახან ყოველთვის შეიძლება საკუთარი თავის წახალისება. ხანდახან, როდესაც საუბრობთ პროდუქტებზე, აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი. რა თქმა უნდა, ვახშმად, როდესაც გეგმავთ პროდუქტებს, ხორცის ძილის წინ მირთმევა კარგი არჩევანი არ არის. მაგრამ თევზთან დაკავშირებით, არა ძილის წინ, არამედ ვახშმად, ბოსტნეულთან მისი გამოყენება, მაგალითად სალათის ფოთოლთან ერთად, მცირე ზომის თევზის ნაჭერი არ იქნებოდა ორიგო არჩევანი, ნაცვლად ხილის დიდი ულუფისა. რადგან ხილი მიუხედავად თავისი უამრავი ღირსებისა, ყველასათვის ერთნაირად კარგი არჩევანი ძილის წინ. მისართმევად არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაწლავი მგრძნობი არ აქვს და შეიძლება დუღილის პროცესი ბევრად უფრო შემაწუხებელი აღმოჩნდეს, მონელების პროცესი ბევრად უფრო შემაწუხებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის ღირსებები, რომელიც ამ პროდუქტებს აქვთ. მოკლედ, ოჯახური ისტორია ყოველთვის ძალიან მომხიბლავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგრძნობა როგორ ყალიბდება ოჯახში ტრადიცია და როგორ სწავლობენ ამას შვილები.